16 მეტრი. ჩვენმა კამერამ მსგავსი სურათი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ აჭყისთავში დააფიქსირა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზის მოწესრიგება არჩია, თუმცა დაპირებული სიახლოვე მათ მხოლოდ მოასფალტებული 16 მეტრი მიიღეს. მოწესრიგებელ გზას გასული წლის სექტემბერში ჩამოწოლილი მეწყერიც დაემატა, რომლის შედეგები სასოფლო გზაზე დღემდე კარგად ჩანს. სახარიას დასახლებას სოფელ აჭყისთავთან 2 კილომეტრიანი გზა აკავშირებს. მოუწესრიგებელი მონაკვეთიდან სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ბეტონის საფარი მხოლოდ 16 მეტრზე გაკეთდა. ადგილობრივების თქმით, სოფლის კრებაზე პრიორიტეტების განსაზღვრისას გადაწყდა, რომ სოფელში გზაზე 40 მეტრი ბეტონის საფარი უნდა დაგებულიყო. მანძილი ალბათ 2 კილომეტრზე მეტი არის და აი ამ მონაკვეთში უნდა დასმულიყო საბოლოოდ ისე შეჯერდა რომ 40 მეტრი და დაესხა 16 მეტრი. ეს ალბათ არის დაცინვა. იმიტომ რომ ამხელა მონაკვეთზე ასეთი პატარა, ასე ალბათ ჩანს კადრში რომ ესა არ ვიცი ამას რა უნდა უწოდოთ ამას. მოსახლეობისთვის დაპირების შეუსრულებლობას მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონტრაქტორი კომპანიის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებით ხსნიან. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ შიდა სასოფლო გზის დაგებას რამდენიმე დღეში ახალი კომპანია განაახლებს. ფირმა, რომელიც არაჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებებს, ამის გამო შეუწყდა მას ხელშეკრულება და ამის შემდეგ გამოვლინდა მეორე ფირმა, რომელმაც განაახლა უკვე მუშაობა და აქტიურად მუშაობს და უახლოეს დღეებში სრულად იქნება ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სოფელ აჭყისთავში. აჭყისთავში სექტემბერში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დღემდე გაუწმენდავია საავტომობილო გზა. უგზოობის გამო 50-მდე ოჯახს შემოვლითი გზით 5 კილომეტრიანი მანძილის გავლა უწევს. 50 ოჯახს აკავშირებს სოფელზე მოწყობილია თითქმის 5 კილომეტრი უნდა შემოეოს ტრანსპორტით კაცმა რომ მივიდეს სოფლის ცენტრში. გზა ჩაკეტილია 5 კილომეტრი უწევს ხალხს მანქანით ტრანსპორტით მისვლა ზამთარია შეშის მიტანა მანდაინის გადატანა რაღაცა. რეაგირება სოფლის გამგებელი ჩადის გამგეობაში პირდებიან იქ ვიხილავთ და რა ამისანა გასახილი კაცო გაგეთეს უნდა. როდის გათავისუფლდება მიწის მასისგან საავტომობილო გზა ამ ეტაპზე უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს მთავრობისგან სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მიღებას ელოდება. როგორც კი იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა ჩარიცხული, ჩვენ შეგვიძლია თქვა მეორე დღიდან დავიწყოთ საპროექტო სამუშაოებზე მუშაობა და პარალელურად თქვა გამარტივებული წესით უმოკლეს ვადაში რომ მოხდეს აღნიშნული გზის მონაკვეთის გაწმენდა. 2014 წელს აჭყისთავში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის დასაგებად 31600 ლარი დაიხარჯა. პროგრამის თანახმად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველა სოფელში 40 მეტრი შიდა სასოფლო გზის დაგებაა გათვალისწინებული.